ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან, სადაც დღეს მოულოდნელად პრემიერ-მინისტრი მივიდა. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოახერხეს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგე დევნილებმა და ეკომიგრანტებმა. დევნილებმა, რომლებმაც საპროტესტო აქცია დღეს დაიწყეს, დილებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. რაზეც მათ პრემიერი ესაუბრა. დევნილთა განცხადებით ივანიშვილი მათ პრობლემის ეტაპობრივად მოგვარებას დაპირდა. თუმცა დევნილები ამ პასუხით არ დაკმაყოფილდნენ. მათგან განსხვავებით პრემიერთან შეხვედრით კმაყოფილი დარჩნენ წალკიდან ბათუმში დაბრუნებული ეკომიგრანტები. ისინი ამბობენ, რომ სპეციალური ჯგუფის შექმნას და პრობლემის მოგვარებას მათ ივანიშვილი უახლოეს დღეებში დაპირდა. დღეს გვეუბნება ბატონი ბიძინა 3-4 წელიწადში გადაწყდებაო თქვენი ამბავი. ვის უნდა ვენდოთ? ვის? წარმოდგენაც არ მაქვს. შევხვდით პრემიერს, ვესაუბრეთ, რომელმაც გაგვიჩინა იმედის ნაბერძგალი, რომ ის კაცი ნამდვილად დაგვეხმარება. ერთი 10 დღე მასალეთ, რომ ვაწარმოებ მოლაპარაკებასო, კომისია გამოყოფილია, რა თქმა უნდა, ჩვენც ვიცით ეს და თუ ჩვენ იქ ვერ დაგვაყოფილებს, რა თქმა უნდა, აქ დაგვაყოფილებს. ასე რომ ჩვენ უსახკაროდ აღარ დავრჩებით.